ოდიშით რა ცოტა კარგად ვეღარ მესმის რა ეჯემო სუყოლა მანგიაშვილი ლერი ვარ გამოჩდეთ სუყოლა შეტეკები ვარ დავარ ყოფილი ასეულის მეთაური დღეობით გადაცხოვრობ ყავს საყვარელი მაღლა შვილი და მეუღლე მინდა რომ თუ შეიძლება თქვენი და ჩემი საყვარელი მეომრების სახელით დიდი მადლობა და დიდი მადლობებით სუყოლას ჩვენ დაგვეხმარა ვით ჩვენ დაგვეხმარა ჩამოსვლა ასე გადავცეთ ყველა იმ ხალხს ვინც დარჩა ციხეში ჩვენ გვერდით ვინც ისხდნენ ვისაც გული მოსწევთ აქეთკენ საომრად საქართველოს მიზეზვის საქართველოს გადასარჩენად რომ ყველა კარგად ავარ მართალია დაგვაწყია ცოტა ბიჭები მაგრამ ამ მიწას მაინც არავის არ დაუდოვს მეთაური დაგიჭირეს მეთაური დაგვიჭირეს კი მეთაურის მოადგილე ვარ მე დაგვიჭირეს ორივე მეთაური დაგვიჭირეს ერთი ბიჭი თუ დაიყოს ერთი ბიჭი მოგვიკლეს სამზოებლოთ არიან კიდევ კიდე ორი ბიჭი ჩამოვედი და ერთი 10 ბიჭი დაგვიჭირეს რა მაგრამ სნაიპერები ყავდათ სნაიპერები რა და ძალიან დიდი შეიარაღებაა მაინც არ გამოვიდით სანამ ბოლომდე არ გავუსწორდით რა როგორ თქვი სანამ შეგვიძლია ზამთრს თქვენი იმედი კი ჩვენი იმედი უნდა გქონდეს საქართველოს იმიტომ ჩვენ ყველანი თითქმის 95-99% ვართ ყოფილი გვარდიელები ვეთონი ხალხის პოლიტიკოსები ჩვენი შტრაფნოი ბატალიონი არის ჩვენი საჯარიმო ეგრეთ წოდებული საჯარიმო ბატალიონი მაგრამ ჩვენ იმდენი გავაკეთეთ უკვე დღევანდელი ბრძოლით უკვე რომ ჩვენ უკვე გამოვაჩინეთ ჩვენ ხალხს დავანახავთ რა შეგვიძლია და რას გავაკეთებთ ასე რომ ემბოსადა ბიჭო ყველას გადავცეთ იმას რომ მე თვითონ დაჭრილი ვარ დაჭრილი ახლა რო გელაპარაკებთ დაჭრილია ხო აგერ ბიჭო ბევრს უნდა და გულე წამოსვლა და თუ გააკეთებენ ამ ეტაპს რომ ბევრს კიდე მოხალისე წამოიყვანენ ბევრი ჩადგება კიდე ჩვენს გვერდზე რა ამ მოხალისეები სამშობლოს გულით მივიდნენ ციხეზე ბევრი მებრძოლი ბიჭი აქ ბევრს უნდა წამოსვლა და წამოვლენ აქა და იბრძოლებენ ნამდვილად ადამიანურად და თავის დანაშაულს ჩამორეცხავენ ამ სისხლის ფასად რა პირველ თათბირზე რომელიც შედგა ბატონ მისთან გია ყარაშვილთან იქ იყო ჩვენზე ნათქვამი რომ ჩვენა ვართ კაროჩე ის პირველი მერცხლები რომლებსაც უნდა დაიმსახუროთ ის აი ეს დანარჩენი ხალხი ვისაც გულით უნდა წამოსვლა ჩვენზე იმათი გამოსვლა დამოკიდებული ესე რომ ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და აი ეს ბიჭები ვისაც გულით უნდა წამოსვლა ვისაც იყვნენ წამოსასვლელად ვარ ტარიელი სისოიანი ვლადიმერ სამი ძმანი ვართ ერთი ძმა ახლა დამიჭირეს და გავგზავნე მეორე ძმა იბრძვის გორის ბატალიონში მარტო გამოვიდა მე ღმერთს ამხო გადარჩეთ სუყოლანი ყველა ჩემი ძმები არიან აქ არასდროს არ მივატოვებ არავის და გავიმართ თავისუფლება ის კი არ არის მარტო რომ თავისუფლად იაროს გარეთკენ რომ აი რაც უნდა თვითონ ის გააკეთო თავისუფლება ის არის ყველა რომ თავისუფალი ვიქნებ მთელი მიწა-წყალი ჩვენი საქართველოს რო იქნება თავისუფალი ეს არის ძმაო თავისუფლება და ეს არის ყველაფერი ჩვენთვის ავაზაში ვიყავი ტრესთან წითელაშვილთან მსახურობდი ადრე და აგერ ვარ ეხლაც სანამ პირშევა მანამდე ვიბრძოლეთ და ვიომეთ და როცა აღარ ვიქნებით მაშინ აღარ ალბათ საქართველოს აღარ იქნება ასეა ძმო თავიდან რო გამოსულიყავით მაინც ახალამდე წამოსულიყავთ ჩვენ კიდე აქ იმის გულთნარ ჩამოსული ვართ რომ აი რაღაც რო გიმოეხსნა ჩვენთვის რაღაცა და ისე გვებრძოლა ჩვენ ჩამოვით იმის გულით რომ აი სახელმწიფოს საქართველოს ყოველი გვაქვს და გვინდა რა ვიბრძოლო და საქართველოს ყოველთვის გამარჯვებული დარჩეთ და ჩვენ კიდე თავისუფლები იქ თავისუფლები ვიყავით და თავისუფლად ვქნოდით თავს ვიდრე აქ ნახევარი საქართველოს გვიცავდა იქ ხო რა მთელი საქართველოს ჩვენ გვიცავდა და ხო ჩვენ ვიცავდა და როგორ მითხარი შენ აზერი მაქვს დარჩენილი რომელიც სრულელები არიან რომელიც ადრე გვარდიაში იყვნენ და ნამდვილად მებრძოლები არიან და ვერ მოასწრეს აი იმას ვერ შეძლეს იმათ წამოყვანა ნუ ახლა სროგები არ აქვს იმ ხელა თქვენზეა დამოკიდებული თქვენ როგორ იბრძოლებთ მე უბრალოდ ავღანეთში ვსახურობდი ქონდა გამოცდილი ომით ფრონტის ყველაფერი ვიცოდი და უფრო მეტად მის გულისთვის წამოვედი ჩვენზე რა არის დამოკიდებული ხებამდე დარჩენილი რომ გავსულიყავი საბოდაზე წავსულიყავი სახში მაგრამ აქ წამოვედი საბრძოლველად ჩვენზე რა არის დამოკიდებული
ჩვენ რაც შეიძლება ის თავიზადება იქნება თუ რამე იქნება ყველაფერი შეიძლება შესწყვეტ არავის არ შევაცხო ლაბაძე გოგი ბიჭებმა თქვენს ეს განსაკუთრებით გამოგიჩენიათ თავი რა გააკეთეთ სნაიპერი ჩამოხსნა ფრიდან. სნაიპერი ჩამოხსნა ფრისებას მე არ დავიწყებ და. ეკეთე გააჩუმა მტრისად. ეკეთე. გააჩერა მტრისად. ეკეთე რო არ პულემიოტი იარა. პირადად მე მიხსნა ჩემი სიცოცხლე იხსნა და ბევრი გვიხსნა სულ ყველას სახით სულ ყველას იმით ცხადეთ მადლობას არის ნამდვილად მადლობის ღირსი ყველა ვართ მაგრამ დღესდღეობით მაინც სანამ ჩემი ძმები ამ წელს იარსებებენ მანამდე ვიბრძოლებ სანამ მათ მშვიდობას არ მოუტან და მშვიდობა არ ეკნებათ მათ პატარებს რომელები ამ პოზიციებზე პრესტუგლებთან ერთად ყოფნა ხო გეშინია ჯალდადებულები არიან არა ჩვენ გვერდში არიან ჩვენ გვეხმარებიან მაგნები როგორი ბრძოლა ეს ბიჭები კარგად არიან მანამდე კიდე ბიჭები როგორი ბრძოლის ბიჭებმა კარგად იბრძოდნენ შეიძლება იქითკენ არის ჩაის პლანტაციებთან და ჩაის პლანტაციების ზემეს ქედი რო ჩანს მან და არიან აფხაზები განლაგებული მან დაიწყება სოფელი შრომა